Სადაც ჩვენ ვსაუბრობთ სამის დღეში ორჩენის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, უნდა ვიცოდეთ ის, რომ ქონება, რომელიც ამ ხელშეკრულების და ამ სამართლებრივი ურთიერთობის შედეგად განიკარგა, რა თქმა უნდა, უკვე აღარ შედის კონკრეტული პირის, ამ შემთხვევაში სარჩენის საკუთრებაში და შესაბამისად მისი გარდაცვალების შემთხვევაში ეს კონკრეტული ქონება იქნება ის მოძრავი თუ უძრავი ქონება, თუნდაც ფულადი თანხა, რა თქმა უნდა, ეს უკვე სამკვიდრო მასაში აღარ ჩაითვლება და მასზე არანაირი უფლება სარჩენის მემკვიდრეებს არ ექნებათ. შესაბამისად, ხელშეკრულების შინაარსი და მიზანიც სწორედ ის არის, რომ ქონების კანონიერი განკარგვა ხდება სარჩენის სურვილიდან გამომდინარე, რაც დასტურდება კიდეც ამგვარი ხელშეკრულებით. სამის დღეში ორჩენის ხელშეკრულება სხვა ხელშეკრულებებისგან განსხვავდება იმით, რომ მასში შესაძლებელია მოქმედების ვადის განსაზღვრა, თუმცა ეს ვადა სხვა ხელშეკრულებებისგან განსხვავებით კალენდარული თარიღით არ განისაზღვრება. როგორც წესი, ამ ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება ხოლმე სარჩენის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რაც არც ერთი სხვა ხელშეკრულების არსებობის პირობებში არ არის იდენტურად, თუმცა ამ შემთხვევაშიც კანონმდებლობა აძლევს მხარეებს შესაძლებლობას იმისა, რომ განსაზღვრონ კონკრეტული ვადა, რა ვადაშიც შესაძლებელია სარჩენს ჰქონდეს ინტერესი, რომ მას კონკრეტულმა პირმა, მარჩენალმა მიაქციოს ყურადღება და ეს ინტერესი სულაც არ გრძელდებოდეს მისი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სპეციფიური მახასიათებელია ამ ხელშეკრულებისათვის.